ხაზან საყვარელო სახლში ვარ მადლობა ღმერთს ბაჰარი არ დაშავდა ის ჯამრთელი და უნებელი გავაცილა რადგან იმ სახლში საქმე არ მაქვს შენთან დაბრუნება გადავწყვიტე შენ გამო ძალიან მდარდობ დაწყნარდი შვილო შვილო ხაზან ხაზან შვილო რა დაგემართა მითხარი ისევ თარიქის გამო დარდობ ყველაფერი ხომ ძარცულს ჩაბარდა ხაზან რა დაგემართა ძვირფასო ჩემო ლამაზო მითხარი რა მოხდა ხაზან ნამდვილად რაღაც მოხდა ოღონდ რა თარიქი მოვიდა და გითხრა რომ არ განქორწინდება ჩემი ეშინია და შენთან მოვიდა არა უჩვენებს ეირს ახლა დავურეკავ დედა დედიკო არ დაურეკო გევედრები არ დაურეკო ხაზან შვილო ძვირფასო მითხარი რა დაგემართა რა ხდება შვილო რა მოხდა ხაზან მიპასუხე მითხარი ძვირფასო რა მოხდა როგორ მიჭირს სახლიდან წასვლა და ყველასთან განშორება, მაგრამ შენთვის კარგი იქნება თუ წახვალ. უნდა დაისვენო მით უმეტეს იმისგან, რაც გადაიტანე. ეს შვებულებად ჩათვალე. რა საკეთებს ეს სულელი? მიდი გაიარე. ერთი საათია უკან მომყვება. რა ხდება შერიფ? როგორც ჩანს მოგდევენ ბაჰარ. გამაგრდი. დედა ჩვენს თავს უბედურება. ხაზან შვილო საყვარელო რა მოხდა? მითხარი რომ გამოსავალი ვიპოვოთ. მითხარი რა მოხდა? თარიქი თანახმა რომ განქორწინდეთ. ოღონდ ასე მარტივად არა. 500,000 სიტყვს. რამსადა საძაგელი. ამდენი ფული არ გვაქვს შვილო. ყვილად ოცნებობს. ამის გარეშეც განქორწინდება. საქმე ამით არ დასრულდება. უარესი გველის. თუ არ გადავუხდით. მითხრა ყველას მოვუყვები. ოჟიანთან რომ მღალატობო. სასამართლოში წავა და თავს მომჭრის. ასეთ რამეს მისგან არ ველოდი. საძაგელი. დედა რა ვქნათ? ფულს თუ ვერ ვიშოვით თავს მომჭრის. დედა თუ თარიქი მუქრას აასრულებს ხალხს თვალებში ვეღარ შევხედა. მორჩა დამშვიდი. შილო ნუხელავ. გამოსავალს ვიპოვი. ყველაფერს მოვაგვარებ. ნუდირი შვილო. დემერ შვილო სათხარ. ღმერთო. მითხრეს რომ კურნალობა ძალიან ძვირია. რა გვეშველება? რა უნდა ვქნათ? სათხარ.
სად ხარ ღმერთო? რაკენი? ხაზანს დაელაპარაკე? შევხვდი და ყველაფერი ვუთხარი. ვუთხარი, როგორ შეუძლია ჩემს საუკეთესო მეგობართან მიღალატოს და მერე გამშორდეს, ისე თითქოს არაფერი მომხდარა. მართალი ხარ? ან 500,000 ლირას მომიტანს, ან მთელ რაიონში შევარცხვენ. გადაწყვიტოს, რასაც აირჩევს, რათა მომინაბიჯია? რა გიპასუხა? გაქვავდა. ამ ხელა თანხის გაგონებაზე ვერაფერი თქვა. ცოტა ნაკლები უნდა გეთქვა. ამდენ ფულს სად იშოვის? შენ ჩემს სიდედრს არ იცნობ. თავისი ღირსების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. ნებისმიერი ოდენობის ფულს იშოვის. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა, მე ხომ მას ვიცნობ. კარგი. შეუძლებელია. უკვე გვიპოვეს? დამშვიდი ბაჰარ. ახლავე თავს დავაღწევ. მერე კი შედარებით უსაფრთხო ადგილას წავალთ. შერეფ ფრთხილად დაგვეწია. ნუ გეშინია ბაჰარ. ჩემთან უსაფრთხოდ ხარ. არ დაუშვებ რამე დაგემართოს. დედიკო, შვილო, დედა ამდენ ფულს სად ვიშოვით? შეუძლებელია. თარიკი ჩვენზე ჭორაობას თუ დაიწყებს, აქედან წასვლა მოგვიწევს. რა ვქნათ, დედა? მოითვინე, შვილო. იმ უსინდისო თარიკის არ უნდა შეგვეშინდეს. რამე გამოსავალს ვიპოვით, ნუ ღელავ. მაბადია ამ ყველაფრის გადატანა რომ გიწევს. ნედავ შენთვის თავიდანვე დამეჯერებინა და იმ საშინელ ადამიანთან საქმე არ დამეჭირა. დედა მაბადია გთხოვ. შვილო, ჩემო საყვარელო, ამას ნუ ამბობ. ეს ახალგაზრდობის შეცდომა იყო, სხვა არაფერი. გასაგებია, საიდან უნდა გცოდნოდა, რომ შენი შეყვარებული ასეთი უსინდისო იქნებოდა? შვილო, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ყველაფერს მოვაგვარებ, საყვარელო. არ ენერვიულო, კარგი? მე მივხედავ. დედა, როგორ მიხედავ? ამდენ ფულს ვინ მოგცემს? დედა, არავის თხოვო. ამას ნუ იზამ. გთხოვ. მე ნებისმიერი სასჯელისთვის მზად ვარ. თუ თარიქს ვერ გავეყრები, მას მთელი ცხოვრება ავიდან. ყველაფერში ხომ მე ვარ დამნაშავე. ხაზან, არ გაბედო. ასეთი რამის თქმა აღარ გაბედო. დაიმახსოვრე, შვილო. ამ უსინდისოს გვერდით არ დაგტოვებ. შენ ჩემი შვილი ხარ. ჩემი ერთადერთი შვილი. ნუ გეშინია. სანამ დედა შენი ცოცხალია, შენი დამცირების უფლებას არავის მივცემ. ასე ვერავინ მოგექცევა. გასაგებია, დედა გამოსავალს იპოვის, ყველაფერს მოაგვარებს. არ ენერვიულო. არ იდარდო, ჩემო საყვარელო, კარგი? შენს თავზე თუ არ ფიქრობ, ბავშვზე იფიქრე. ყველაფერს გავუმკლავდები, საყვარელო. დრო მომეცი. ჩემო ლამაზო, როგორ დაიდანჯე. ახლა ჯობს დაისვენო. წამოწექი, საყვარელო. მიდი, წამოწექი. ცოტა ხნით დაიძინე. მიდი. წამოწექი დაისვენე, შვილო. თარიქი თუ მოვა, კარი არ გაუღო. აი ასე, ეს გაიხადე. ასე, შვილო. მე რაღაც საქმე მაქვს. მოვაგვარებ და დავბრუნდები. კარგი? ახლავე, შვილო.
ღმერთო დაგვეხმარე. ამ გარეწარს თავი როგორ დავაღწიო. ნორმალური ლაპარაკი არ ჭრის. მასთან ლაპარაკს აზრი არ ქონია. რამენაირად ეს ფული უნდა ვიშოვო. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რაც შემეძლება. ყველაფერი. სწრაფად შერებ, გთხოვ სწრაფად. შეხედე, თითქმის დაგვეწია. ბაჰარ დამშვიდდი, ვერ დაგვეწევა. კარგად ხარ? ყველაფერი რიგზია? ხო, შერებ. კეთილი იყო შენი მოსვლა გონო. რით შემიძლია დაგეხმარო? ბინის ყიდვა გინდა თუ დაქირავება? არა, ბურჰან. რაღაც მინდა და მეთხოვა. გისმენ? ბურჰან, ცხოვრებაში ფული არავისგან მისესხია. თუ ვინმესთვის მისესხებია დაბრუნება არასდროს მithოვია. ახლა ფულის სასწრაფოდ მჭირდება 500,000 ლირა. ძალიან რომ არ მჭირდებოდეს, არ გთხოვდი. ვიცი რომ დიდი თანხაა. ძალიან მრცხვენია. მაგრამ ხომ ვერ მასესხებდი. ნელ-ნელა გადაგიხდი. რა თქმა უნდა შემიძლია გონო. არ ინერვიულო. ღმერთმა დაგლოცოს. ამას არასდროს დავივიწყებ. გმადლობ. ბოლო ქურუშემდე დაგიბრუნებ. შენ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ, ბურჰან. გონოლჰანი, აქ ყველა გიცნობს. თელ რაიონში ცნობილია როგორი პატიოსანი ადამიანი ხარ, მაგრამ ყველაფერს ოფიციალურად გავაფორმებთ. შენ კი ხელს მოაწერ, კარგი? მაინც. რა თქმა უნდა, ბურჰან. შენი მესმის.
ფული აიღე. ღმერთმა დაგლოცოს ბურხან. ნახვამდის. ნახვამდის. გისმენ ჰაჯერ. ალო, აისუნ ჰანიმ. აისუნ ჰანიმ. იჩქარეთ სასრაფოდ მოდით. ელფინი კვდება. აისუნ ჰანიმ. მისმა დაავადებამ კვლავ თავი იჩინა. სად ხართ? საავადმყოფოში. კარგი, ახლა ვემოვალ. დემირმა ტელეფონი გათიშა და გაუჩინარდა. ჩემგან თავის დაღწევას ასე ცდილობს. დედა, რა გენი? მოვაგვარე შვილო. როგორ? თარიქს დაელაპარაკე? ფულზე უარი თქვა? მირჩევნია მთელი ცხოვრება ვალი ვიხადო. ვიდრე იმ უნამუსოს ვემუდარო. გასაგებია შვილო. დაურეკე. უთხარი ფული წაიღოს და გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან. დედა. დედა, ასე სწრაფად ამდენი ფული როგორ იშოვე? ნიშნულობა არ აქვს. ამაზე ნუ იფიქრებ შვილო. გმადლობ დედიკო. უშენოდ რამე შველებოდა. გმადლობ. არაფერს შვილო. არაფერს. ყველაფერი რიგზია. საკითხი მოგვარებულია. დაურეკე დავასრულოთ ეს საქმე. მიდი, დარეკე. ფული აიღოს და წავიდეს. დროზე მოეღოს ამ ყველაფერს ბოლო. რა ხდება ჰაზან? ჯერ კიდევ გუშინ სახლიდან გამომაგდე და დღეს უკვე მირეკავ? ხვეწნა არც იფიქრო, არ გამოგივა. ვაჭრობას არ ვაპირებ, იმ თანხას ერთ ქურუშსაც არ მოვაკლებ. მოკედე თარიქ, შენთვის არაფრის თხოვნას არ ვაპირებ. ადვოკატის ოფისში მოდი და საქმე დავასრულოთ. რადგან ასე ლაპარაკობ, ესე იგი ფული ნაშოვნია. დროზე მოგიგვარებიათ. წავიდე ჩვილო, ეს საქმე დავასრულოთ. უკვე მომბეზრდა. წავიდეთ. იმედია რამე ხრიკი არ არის. ნახოთ. ვინ არის შერიფ? რა უნდა? არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. რა უფესრა სიჯუტია. დოკუმენტები ხომ ისედაც მიიღე. ჩამოშორდი ამ საქმეს, თორემ გეგმებს ჩაგიშლი. გაიგებ, ცეცხლთან თამაში რას ნიშნავს? მოიცა. არ გადახვიდე შერიფ. რომ გესროლოს? იარაღი რომ მქონდეს უკვე ისრო და იქნებ ჩემს შეშინებას ცდილობს. წავალ გავარკვევ. შერიფ არ გადახვიდე. ბაჰარ, მანქანაში დარჩი, არ გადმოხვიდე. ფრთხილად იყავი.
მოდი აქ. შეჭერდით. საკმარისია გეყოფათ. საკმარისია. ხელი გაუშვი. შეეშვი. ნუ ურტყამ საკმარისია. შეჭერდით. არ გინდათ. არ გინდათ გთხოვთ. შერებ. შერებ. შეჭერდი. შეჭერდი არ მომიახლოვდე. არ მომიახლოვდე მეთქი. შეჭერდი. არ მომეკარო. არ მომეკარო. ეს რა არის? რა უსირცხვილო ადამიანია. დამიბარეთ და მოვედი. უგაბადეთ, ცოტა დაგვაგვიანდა. თარიქმა ისე მოულოდნელად მითხრა, უფრო ადრე ვერ მოვიდოდით. ერთმანეთს არასდროს შევხვედრი ვართ. მე ესენი ვარ. ეს რა თავხედობაა, ჰაზან. მაიცულებს რომ ვცემო. თავსლებს ვიკავებ. დედა დამშვიდდი. მალე ამ უსირცხვილოებისგან გავთავისუფლდებით. ამ ყველაფრის მოსმენა აღარ მოგვიწევს. მოითმინე. კარგი. იმედი მაქვს. ტყუილად არ დამიბარეთ. ფულის გარეშე ხელს არაფერს მოვაწერ. ფული აიხენა ძირავა და ჩემ შულს თავი დაანებე. სასწრაფოდ საუთებს ხელი მოაწერე და ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრი. გასაგებია თარიქ. კარგი, სიამოვნებით. ნათქვამია ენდე, მაგრამ გადაამოწმეო. დათვალე, იდიოტო, დათვალე. მიდი. 1000 მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ამოგშალოთ. დათვალე. ელფინ, საყვარელო, ელფინ, ღმერთო, ელფინ. ჰაჯერ. ქალბატონო, კიდევ კარგი დაგირეკეთ. გმადლობთ, რომ მოხვედით. დემირს ვერ დავუკავშირდი. კარგი, დამშვიდდი, ჰაჯერ, უცხოები ხომ არ ვართ. ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო. მას მეცვეძებ. ბრეკავ, მაგრამ არ მპასუხობს, ტელეფონი გამორთული აქვს. არ ვიცი სად არის. ვერ ხვდები. კარგი. ადრე თუ გვიან ხომ გვიპასუხებს.
ელფინი როგორ არის? მდგომარეობა როგორია? ყურნალობა უკვე დაიწყეს? ჰაჯერ. არა. ასეთი წამალი მხოლოდ საზღვარგარეთ აქვთ. სად გვაქვს სამდენი ფული? დემირს ამიტომ ვურეკავდი აი სუნჰანიმ. ჰაჯერ, შენ რა მხოლოდ ფული გაღელვებს? რა სისულელია? მე ხომ აქ ვარ. კარგად იცი რომ ყველაფერს მოვაგვარებ. გმადლობთ. მაგრამ ჯერ დემირს უნდა ვკითხო. დემირს. ჰაჯერ, მომისმინე? მიუხედავად იმისა, რომ დემირი ამას არ აღიარებს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვუყვარვარ გამირბის, ჩემი სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა და ოჯახი შენარჩუნდეს. ამ ყველაფერს დემირიც მიხვდება და საბოლოოდ დააფასებს. ამიტომ არ ინერვიულო. ხანიმ, ყველაფრისთვის გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ჰაჯერ. ასე ნუ განიცდი, ჰაჯერ და მშვიდი. ჰაჯერ, შემომხედე. ახლა ღრმად ისუნთქე. მიდი ისუნთქე. აი ასე. მაბადიეთ. შვიდად ისუნთქე. ახმოვანებულია